მოკლედ დღეს არ გაგიშვათ ყველაფერი უნდა ამოწუროთ. B12-ზე მინდა რომ ანუ მეტი როცა არის მაჩვენებელი როცა ჭარბია, ანუ ნორმის ზემოთ არის. ამის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში და თითქმის ყოველთვის არის რა, B12 ვიტამინი არის რამდენიმე სახეობის. აფთიაქში რომ მიხვალ და გინდათ B12 იქ არის ფორმა ციან-კობალამინის სახით. ციან-კობალამინი ანუ შეიცავს ციანიდებს, რომელიც არც თუ ისე საჭირო არის ორგანიზმისთვის და მით უმეტეს მწველები, ვინც სიგარეტს ეწევა, იმისთვის კიდევ უფრო მეტი ხიფათია. თვითონ სიგარეტშიც არის ციანიდები და როდესაც დაუშვათ ციან-კობალამინი იწყებს დაშლას ორგანიზმში, იწყებს ის არ არის გამოყენებადი B12, არ იწყებს დაშლას და ციანიდს მოაცილებს, სიგარეტიდან ახალი ციანიდი ისევ ნაერს ქმნის. ციან-კობალამინი არ არის ადეკვატური B12 ვიტამინი ორგანიზმის. მისთვის არის მეთილკობალამინი. მეთილკობალამინი ესე აფთიაქებში მე მგონი არ იყიდება, არის ბადების სახით და ამას ორგანიზმი პირდაპირ იყენებს. იმის გამო რომ ციან-კობალამის ორგანიზმი ვერ იყენებს და ჭირდება მეთილკობალამინის სახით ან გარდაქმნის პროცესი დიდ რესურსს მოითხოვს, ამიტომ ორგანიზმი უფრო და უფრო აგროვებს ამ ციან-კობალამინის სახით და უმეტეს შემთხვევაში გადაჭარბებული მაჩვენებელი B12 ვიტამინისა რო გააკეთოთ ანალიზი ორგანიზმში არსებული B12 უმეტესი იქნება ციან-კობალამინი დაგროვილი, რომელსაც ორგანიზმი ვერ უკეთებს უტილიზაციას, ვერ იყენებს. და მაგიტო ის გროვდება. თორე მეთილკობალამინის სახით თუ მიცემთ ადამიანს B12 ვიტამინს, იქ არ იქნება სიჭარბე. ეს არის ძირითადი მიზეზი და დოთ ადამიანებმა უნდა იცოდეთ, როცა B12 ვიტამინი დეფიციტში გაქვთ და ვიღაცა გეტყვით რომ გჭირდება, რო იყიდვის წინ წაიკითხეთ, ციან-კობალამინი თუ აწერია, არ იყიდოთ, იყიდეთ მეთილკობალამინი. ისე როგორც წეველების ეს უფრო მაგალითად მოვიყვანე რომ ციანიდი სიგარეტში შედის და ციანიდი საერთოდ ცუდი ტოქსინია, ხო? და ასევე მარტო B12 კი არა, აი თუ იგივე თქვა ფოლატები, ხო, B9 ვიტამინი, იქაც მეთილფოლატია კარგი და ასე შემდეგ, ხო, არის ნატურალური ვიტამინები, რომელიც არის თქვა გამონაკლისი, თქვა B1 ვიტამინის სახით, რომელიც არის თიამინი. B1 ვიტამინი სასურველი და საჭიროა, მაგრამ როდესაც გვაქვს ნერვული ქსოვილის პრობლემა, იქ ხშირ შემთხვევაში ნახევრად სინთეზური ბენფოთიამინი უფრო მეტ ეფექტს იძლევა, როცა საუბარია ნერვულ ქსოვილზე. აი რატომ არის საჭირო კონსულტაცია? ამიტომ არის საჭირო კონსულტაცია. და რატომ ანუ ზოგადად ესე ანალიზებს რომ მიგზავნიან და რა თუ ვერ გამოვკითხეთ? შეცდო ანალიზები იძლევა ყველაზე კაი ვარიანტში მიათედ ინფორმაციას, რაც გჭირდება რომ დიაგნოზი დავსვა და ადამიანს შეურჩიოთ რაღაც კონკრეტული. ხო, 10-15-20% ხო, აბარა ძირითადი შეიძლება ანალიზები განახოთ პაციენტების და 10 ადამიანის ანალიზი და 7 ერთმანეთს ძალიან გავდეს. მაგრამ აბსოლუტურად სხვა პრობლემა იყოს. ამიტომ ანალიზი არ არის, ანალიზი არის დამატებითი საშუალება ინფორმაციის მისაღებად. და ანალიზს რო ვინმე მოუგა განახებს და ამ ანალიზს რაც წეს ეხა დაახლოებით ჩიტი რო უკანა ნაწილით აჩვენოთ ვიღაცას და რა ჯიშის არისო გითხრას. ნუ უკანა ნაწილი ყველა ჩიტს ერთნაირია, ხო? ხო, იქ სხვა მაჩვენებლები ჭირდება. დაახლოებით ესაა და ამიტომ ეხა ვიღაცა რო ანალიზს ჩამიგდა, შემიხედე, კაია თუ ცუდი, ეგრე არ არის. ხო, სწორ და ხო, ამიტომ მეტი ინფორმაცია ადამიანებსაც ესე ზედაპირული პასუხია არ უნდა აკმაყოფილებდეს. ჩემი აზრით, მე საერთოდ მიმაჩნია ეხა კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ექიმების შრომა არ არის დაფასებული. მათ შორის საქართველოს ხო განსაკუთრებით. ექიმები მე მიმაჩნია რომ ყველაზე მეტ ხელფასს იმსახურებენ. ყველაზე მეტ შემოსავალს ექიმს იმდენი შემოსავალი კონდეს რომ ის არ უნდა ფიქრობდეს შემოსავალზე, არ უნდა ფიქრობდეს სახში ბავშვილის რა მიუტანო. ამიტომ არის ის რაც ხდება, ექიმები ყველაზე ნაკლებ დამნაშავეები არიან იმაში რაც ხდება. ექიმს ჭირდება დიდი შემოსავალი რომ მან იფიქროს უკვე პაციენტზე. ამიტომ არის რომ კლინიკები და ეს ყველაფერი ამ ექიმებს, ნუ ასე ვთქვათ, არაპირდაპირად აიძულებენ და ხელუბიძგებენ, რომ მეტი პაციენტი გაატაროს, რომ კლინიკასაც მეტი შემოსავალი კონდეს და ძალაუნებურად ექიმს უწევს, რომ მოკლე დროში ჩაეტიოს 15-20 წუთში გაატაროს პაციენტი, რომელიც წარმოუდგენელ 15-20 წუთი მე მარტო პაციენტს გაცნობას უნდები და ვიზუალურად შეფასებას, სწორედ ხშირად არის ხოლმე, რომ ჰაბიტუსით უკვე დიდი ინფორმაციას ვიღებ და ახლობით ხვდები რა პრობლემა აქვს პაციენტს და დრო ვეუნები ხოლმე გაყურებული მიყურებენ როგორ მივხვდი, მაგრამ ჩვენი სახე საკმაოდ ინფორმატიული რამაა, ჩვენი სარკეა და პირველი 15-10 წუთი ჭირდება ხო კონსულტაცია რომ გაიცნო და წარვი ისინი 15 წუთში ამთავრებენ კონსულტაციას როგორ ასასწრებენ ვერ მივხვდი. მაგრამ ექიმები არ არიან ამაში დამნაშავე და მე მეშნია რომ
დადგა დრო რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ აღიაროს რომ მედიცინა და ექიმი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესია. სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ყველაზე დიდი ფასეულობა და თუ ექიმების შრომა არ დაფასდა ჩვენ შორს ვერ წავალთ.